ამრიგად ჩვენ ნახეთ, რომ სიმაღლის მატებასთან ერთად ბაგეების განლაგების სიმჭიდროვე მატულობს. მაგრამ იცვლება არა მხოლოდ ეს პარამეტრი, არამედ სიმაღლის ზრდასთან ერთად ბაგეთა რაოდენობა მატულობს ასევე დორსალურ ზედაპირზეც. დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე მცენარის ფოთოლზე ბაგეები ძირითადად ვენტრალურ, ანუ ქვედა ზედაპირზეა განლაგებული. მაშინ, როდესაც სიმაღლის ზრდასთან ერთად ეს თანაფარდობა იცვლება და უკვე მეტი მცენარია ისეთი, რომელთა ვენტრალურ, ბოდიში დორსალურ, ანუ ზედაპირზე მეტი ბაგია განთავსებული. რატომ ხდება ეს? რა არის ამისი მიზეზი? როგორც აღმოჩნდა, ამისი მიზეზი ორია. ანუ პირველი მატულობს ის ვარიანტი, როდესაც მცენარე, რომელშიც დაბალ სიმაღლეზე ბაგეები განლაგებულია ფოთლის ქვედა მხარეს, დიდ სიმაღლეებზე ბაგეებს ივითარებს ფოთლის ზედა მხარეზეც. ანუ ერთი და იგივე სახეობა, რომელიც მაღალ და დაბალ სიმაღლეებზეა ნანახი, მაღალ სიმაღლეზე ბაგეების განლაგება ორმხრივია, ხოლო დაბალ სიმაღლეებზე ძირითადად ქვედა მხარეს. და მეორე ვარიანტი მატულობს ეპისტომატურ მცენარეთა რიცხვი, ანუ იმ სახეობებისა, რომელთა ბაგეები დორსალურ მხარეს არის განლაგებული. გარდა ამისა, დიდ სიმაღლეზე მატულობს დაღარული, ანუ ღარიანი დახვეული ერიკოიდული და ანუ დახვეული პეინომორფული და დაღარული ერიკოიდული ფოთლების მქონე მცენარეთა რაოდენობა. რომლებიც როგორც წესი მიეკუთვნებიან ერიკაცეების, ასტერაცეების და პუაცეების ოჯახებს. ბაგეები ნაოჭის გარეთა მხარეზეა როგორც წესი განლაგებული და უფრო ამობურცულია. ეს სტრუქტურები, ეს დახვეულობა, დაღარულობა უზრუნველყოფენ მექანიკურ მდგრადობას, ფოთლის მექანიკურ მდგრადობას და იცავენ ბაგეებს დასველებისგან, ანუ ოკლუზიისგან. თუმცა ტრანსპირაციის კონტროლის თვალსაზრისით ამ სტრუქტურებს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნიათ. აი აქ ორი სურათია, ერიკოიდული ფოთოლი და დახვეული პეინომორფული ფოთოლი. გავრცელებული აზრი, რომ ფოთლის ხშირი შებუსვა სწორედ დიდი სიმაღლეებისთვის დამახასიათებელი ფენომენია და სწორედ ამ უკიდურესად რთული ეკოლოგიური პირობებისათვის არის მოგონილი. და რომ ის მცენარეში წყლის ეკონომიის სტრატეგიას უნდა უკავშირდებოდეს. ეს მოსაზრება დიდ სიმაღლეებზე ინტენსიურად შებუსვილი ფოთლების მქონე სახეობების არსებობამ გამოიწვია. მაგალითად, აქაც არის მოცემული ასეთია ევროპაში ედელვაისი და ლეონტოპოდიუმის გვარის სხვა სახეობები. იაპონიაში და ახალი ზელანდიის მთებში ასტერაცეების წარმომადგენლები. ასეთია ასევე ჰიმალაებში ლაპინუსის კულციტიუმის გვარის წარმომადგენლები და ასეთი არის ანდებში სენეციოს გვარის გიგანტური როზეტული მცენარეები, ასევე ესპერეთიას წარმომადგენლები აღმოსავლეთ აზიის მთებში. მაგრამ ალპური ფლორის რაოდენობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ინტენსიური შებუსვა საკმაოდ იშვიათია, როგორც მცირე, ასე დიდ სიმაღლეებზე. მართალია, სიმაღლის მატებასთან ერთად აღენიშნება შებუსვილ მცენარეთა რაოდენობის მცირე ზრდა, მაგრამ მათი წილი იშვიათად თუ აჭარბებს სახეობათა საერთო რაოდენობის 1/3-ს, დაახლოებით 30%-ს. ამიტომ აქედან გამომდინარეობს რა? გამომდინარეობს ის, რომ 2/3 მაღალ სიმაღლეებზე არსებული მცენარეებისა გახლავთ სრულიად შეუბუსავი. მას როგორ ძლებს ეს მცენარეები, ისეთები როგორიც არის რანუნკულუს გლაციალის ალპებში, ისეთი როგორიც არის მაგალითად კავკასიონზე ალოპეკულუს დაზიანტუს და
მრავალი სხვა მცენარე. აი აქ მათი რამდენიმე წარმომადგენელია მოცემული. აი ამ სურათზე ნაჩვენებია ლოიზერია პროკუმბენსის სხვადასხვა გადიდებაზე, შედარებით მცირე, საშუალო და მაღალ გადიდებაზე შებუსვილი ფოთლები და საყურადღებოა მათი აი ეს ბაგეები, ხედავთ აქ ორ ადგილას ჩანს, ამობურცული ბაგეები ახასიათებს, ანუ ზედაპირიდან ფოთლის ზედაპირიდან ზევით არის ამობურცული, ხოლო ესენი არის ბუსუსები შებუსვა მცენარისა. აი ვენესუელას ანდებში, როგორც გითხარით და კიდევ ზოგიერთ სხვა ანდების ზოგიერთ სხვა ტერიტორიაზე, ეკვადორში კერძოდ, ძალიან მაღალ 4000 მეტრ და უფრო მაღალ სიმაღლეებზე გავრცელებული გიგანტური როზეტული მცენარის სქელი ქეჩისებრ შებუსვილი ფოთოლი ხელს უწყობს მზის მაღალი რადიაციის არეგულას. ეს ჩვენ ვნახეთ სინათლის რეჟიმზე, ეს ჩვენ ვნახეთ რახან აირეკლება დიდი რაოდენობით რადიაცია, ამიტომ ტემპერატურაც არ მატულობს მისი და იცავს ფოთლებს გადახურებისაგან. ხოლო ყინვიან ღამეებში იცავს აპიკალურ ნაწილებს სიცივისგან. მაგრამ როგორც საბოლოოდ ახლა ხანს არ თუ ისე დიდი ხნის წინ დამტკიცდა, შებუსვას გარდა ამ სისხლების არეგულის აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე მზის სხივების არეგულა ფუნქცია, ეს გახლავთ ის, რაც აქ არის გამოსახული, ეს არის ფოთლის დაცვა ოკლუზიისგან, ანუ დასვლებისგან. ის აი ეს ბუსუსები იკავებენ წყალს და წყლის ძალიან მცირე წვეთებს და ხელს უწყობენ ბაგეების ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავენ რა ფოთლის გნებავთ შიდა, გნებავთ გარე ზედაპირს დასვლებისგან. და სწორედ ამიტომაც შებუსვა ძირითადად ორმხრივია ხოლმე სიმაღლის მატებასთან ერთად, მცენარის ფოთლის შებუსვა.